არ გადართო და ერთად შევაჯამოთ ის სიგიჟეები, რაც ბრომბენზილციანიდან დაკავშირებით ქართულ ოცნებას გასცვრა საინფორმაციო წყაროებიდან. პირველი რეაქცია გამოაგორეს ბატონი გომელაური, შეგახსენებთ მაგნიტსკის სიაში მყოფი არსება, რომელიც დამოუკიდებლად ალბათ არც ასლოკინებს ბიძინასგან დამოუკიდებლად და ასე. თქმევინებს, რომ ეს ნივთიერებაო საწყობში გვაქვსო, გქონდაო. ოღონდო ესო ნაცებმა იყიდესო, ნაცებმაო. ხო. ეს ერთი. მერე გამოაგორეს ამჟამინდელი მინისტრი ბატონი გელაძე. აი გიორგი იმისი რა გვარია კაცო ჭადის სახელი რო დაგავიწყდება გიორგი გურეშიძე ხო გურეშიძე აი მე რო ერთი ვედრო ნარკოტიკი ჩამიდო ჯიბეში მაგის ძმაკაცი ერთად რო აქ წავკიში მიწა ჩვენი დაჭერის მერე რო აღმოაჩნდა თქონებაში აი მაგის ძმაკაცი გელაძე რა არა ეგეთი რა საერთოდ არ გვიდევსო საწყობში ამის მერე კიდე 1000 გვარი იქით-აქედან პროპაგანდისტებმა რაღაცები იკრუსუნეს და იკვნესეს და მერე გამოგორდა თვით კაბრიოლეტი ყობახიძე და ესეთი რამე თქვა რომ რაღაცა ფხნის ყრიდითო შიგნით რა ხდება კაცმა არ იცისო რაში ქიმიური შემადგენლობა აქვს იმას გასხავდით თავზეო ხო და ეხლა გამოვიკვლიეთო და ბრომობენზილციანიდიო ნამდვილად არ არისო შიგნითო ესე შესსმ და სუსმა დაადგინა თუ არ ვსები და სამხარაულმა უნდა დაადგინოს ირაკლი ჩემო ეგ ამბავი და არა შესსმ სამხარაულში ხდება ეგ ექსპერტიზა თუ არ ვსები მას სპექტრომეტრიით ხო და ბიჭო თუ რაღაცა ფხვნილი გედოთ და არიცით რა ფხვნილია იმას თავზე პონჩი გვასხავდით ვირთხები ვართ თუ საცდელი კურდღლები ეგ გონია კარგი რამე თქვი ეხლა შენ ჩვენ დავადგენთ მაგას ექსპერტიზით აუცილებლად რას გვასხავდით ამის ნიმუშები მრავლად გვაქვს და თანხმობაც მიღებული გვაქვს ლაბორატორიიდან